Gazis sektorში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჰამასმა ისრაელის გასათავისუფლებელი მძევლების სრული სია განაცხადა. სიის მიღებამდე ისრაელი ზავის ამოქმედებაზე უარს ამბობდა. მხარეთა შეთანხმებით ჰამასი მძევლების გათავისუფლებას დღეს საღამოს დაიწყებს. ცნობილია იმ პირველი სამი მძევლის ვინაობაც, რომლებიც დღეს სახლში დაბრუნდებიან. დღეს დილიდან ჩვენ ყველანი ველოდებით შეთანხმების რეალიზების დაწყებას, მაგრამ ჰამას არ შეუსრულებია ვალდებულება და არ გამოუგზავნია გასათავისუფლებელი მძევლების სია. პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რეალიზებული ვერ იქნება მანამ, სანამ ჰამასი არ შეასრულებს ვალდებულებებს. ისრაელის არმია განაგრძობს ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციას. სურს მშვიდობა იყოს, გვინდა რომნი და ყველა მძევალი სახშეუვნებელი დაბრუნდეს. აქ რომნის მეგობრები ვართ შეკრებილი. მთავრობამ მხარი დაუჭირა მძევლების დაბრუნების გეგმას. ეს არის ომის მიზანი და მასზე უარს არ ვიტყვით, სანამ საქმეს ბოლომდე არ მივიყვანთ. ეს გარიგება შედეგია ჯოზე ბაიდენის ადმინისტრაციასთან და დონალდ ტრამპის მომავალ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის. როგორც კი პრეზიდენტად აირჩიეს, ტრამპმა აიღო მძევლების გათავისუფლების პასუხისმგებლობა. ის მესაუბრა ოთხშაბათს და მიესალმა შეთანხმებას, რომლის პირველი ეტაპი ცეცხლის დროებით შეწყვეტას ითვალისწინებს. დიახ, მას სწორედ ასე თქვა დროებით შეწყვეტას. პრეზიდენტი ბაიდენის და პრეზიდენტი ტრამპის მხარს უჭერენ ისრაელის უფლებას განაახლოს საომარი მოქმედებები, თუ მოლაპარაკების მეორე ეტაპი უშედეგო